ბაღი მაბედნიერებს. შევატყვე რომ ვღიღინებ, როდესაც ბაღში შემოვდივარ. ეს არის ჩემი სიცოცხლე. მაახალგაზრდავებს, მამშვიდებს, ძალიან დიდი პოზიტივის წყაროა. მე ვარ ლია ჭიქაბერიძე. ყავს შესანიშნავი მეუღლე და 2 შვილი. პროფესიით ვარ პედაგოგი. ამჟამადაც ვასწავლი ქუთაისის 21 საჯარო სკოლაში. ეს ბაღი, რასაც თქვენ ხედავთ, არის 6-7 წლის ნაშრომი. ვარდი 200 სახეობის მაქვს, მაგრამ ამჟამად ეზოში 1000-მდე ძირი ვარდია. ასევე იაც სულ ცოტა 100 სახეობის იქნება, მაგრამ ორანჟერიაში 2000-მდე ძირია. ძალიან ბევრ შრომას მოითხოვენ, მაგრამ რომ იტყვიან ბედნიერად ვიღლები. დავიწყე მე ბუნების გაკვეთილები, მოდიან მოსწავლეები, მახსოვს პირველად ჭიაყელა რო დაინახა მიწაში, ისე შეეშინდა მოსწავლეს და რომ მოვკიდე ხელი და ვუთხარი რომ რა სარგებლობა ქონდა ამ ჭიაყელას, მე თვითონაც არ შეეშინდა და უფრო სხვა დამოკიდებულება ქონდა უკვე. ისეთი ბედნიერი სახეები აქვს, როდესაც თვითონ თავის ხელით რგავენ. როდესაც მე თექაზე ვმუშაობ, ჩემთვის არაფერი აღარ არსებობს. თექის მასტერკლასებს ვატარებ, სადაც მოსწავლეები მოდიან, სკოლის მოსწავლეები და ვცდილობ რომ ჩაუნერგო მათ ეს ჩვენი ძველი ტრადიცია, ასე რომ ვთქვათ, მატყლის დამუშავება. თუ გინდა ერთმა და ორმა მოსწავლემ შეიყვაროს ეს და გააგრძელოს ეს საქმიანობა, მე ვიტყვი რომ საქმე გავაკეთე, იმიტომ რომ იმ ორ ადამიანს სიმშვიდე და ბედნიერება ვაჩუქე. მეუღლე ყოველთვის გვერდით მიდგას, დილით როცა დგება, ამბილიკებზე შემოივლის ხოლმე და ისე სიყვარულით უყურებს ყველა ყვავილს, მეც მიხარია, რომ მას სიამოვნებს ეს ბაღი. მე მცენარეებს ვესაუბრები ჩვეულებრივად. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მცენარეებს ესმით ჩვენი და გრძნობენ, რომელ ადამიანს უყვარს ის და რომელს არა. ნახეთ როგორ გაროლობს შაშვი, ესენი ჩემი შაშვები არიან. ისინი მე რომ მუშაობ, აი 1 მეტრზე დადიან და დახტუნავენ ხოლმე ჩემთან. ჩემს ბაღში ძალიან ბევრი ცოცხალი ორგანიზმია და მე ვუფრთხილდები მათ. ძალიან მინდა რომ შხამქიმიკატებით არ შევაწუხო ისინი. გარდა იმისა, რომ უამრავი მცენარეა და ჟანგბადს გვაწვდის, ეს პატარა ბაღი ჩიტების თავშესაფარია, ასე რომ ვთქვათ. აქ შადრევნები მქონდა და როდესაც ვთავ ზაფხულში, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ჩიტი ბანაობს ამ შადრევნებში. და აი ულამაზესი, ასე მგონია, რომ 64-ში ვარ, როდესაც მე ამას უყურებ. ვიტო გადავწყვიტე უფრო მეტად, რომ ბიოლოგიურზე გადავსულიყავი, რომ მათ კომფორტულად ეგრძნოთ აქ თავი. არ შეიძლება ადამიანს ბუნებასთან კონდეს კავშირი და უყვარდეს მცენარეები და ის აგრესიული იყოს, იმიტომ რომ ბუნება თვითონ სიმშვიდეა და ჩვენს გვინაწილებს ამ სიმშვიდეს.